მოგესალმები ჩემო იმერეთო მივესალმები საჩხერეს ჭიათურას ხარაგაულს ზესტაფონს ტყიბულს თერჯოლას ბაღდათს ვანს სამტრედიას ხონს წყალტუბოს და ჩემშობლიურ ქუთაისს მოგესალმები ჩემო ტკბილებო და ჩემო თბილებო საქართველოს შუაგულში ვართ, იმერეთში ვართ, სხვანაირი მოფერება, სხვანაირი სიყვარული, სხვანაირი ჩახუტება ვიცით. და ჩემი პატივია დღეს თქვენთან ერთად ვდგავარ და ვსაუბრობთ თუ როგორი მაგარი იქნება, როგორ კიდევ უფრო განვითარდება ჩვენი საქართველო. საქართველოს გაუმარ! 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 წარმატება დიდი გვაქვს. 12 წლის განმავლობაში რამოდენიმეჯერ, 3-ჯერ, 4-ჯერ და მეჯერ ყველა მიმართულებით წარმატება გვაქვს. პრობლემაც ბევრია. გამოწვევაც. მაგრამ შედეგი მხოლოდ იმიტომ იყო, რომ 12 წლის განმავლობაში დიდი ძალისხმევით ერთად ვაშენებდით და ვანვითარებდით ჩვენს ქვეყანას. არ ქონდა ომი და მთელი ჩვენი ენერგია შესაძლებლობა ამ მიმართულებით ვითარდებოდა. დღეს ეს უნდა გაგრძელდეს. უნდა იყოს მშვიდობა, რომ კიდევ უფრო მეტად, კიდევ უფრო წინ წავიდეს ქვეყანა. თვისობრივად სხვა დონეზე ავიდეთ, რომელიც აუცილებლად ჩვენი კულტურის, ჩვენი ტრადიციის, ჩვენი ადათის, ჩვენი იდენტობის, რაც გვიყვარს, რატომაც ვართ ქართველები და რატომაც დიდი როლი გვაქვს რეგიონშიც და საერთაშორისო მასშტაბში. მხოლოდ ამის შენარჩუნებით და ამ ღირსებით და რა თქმა უნდა, მხოლოდ კეთილდღეობით. იმითი რომ უკეთესად იყოს თითოეული ჩვენი მოქალაქე, თითოეული თქვენთაგანი. იმისთვის რომ მეტი შესაძლებლობა გქონდეს ჩვენ შვილებს, ჩვენს დასრულებს და ღირსეული სიბერე გქონდეს ყველა ჩვენს მოქალაქეს. და ბოლოს რა თქმა უნდა, იმისთვის რომ განვითარებული, ძლიერი, ადათ-შენარჩუნებული, მაგარი საქართველო ევროპის ოჯახს დაუბრუნდეს და არა ხელსარიელი, არამედ იმ დიდარი ისტორიით, იმ დიდარი კულტურით, იმ სიმღერით და ფოლკლორით და ცეკვით, იმ მეცნიერებით, რაც ამდენი ხნის განმავლობაში, რამაც მოგვიყვანა, რატომაც ვართ ბედნიერი რომ ვართ ქართველები და ამ ქვეყნის შვილი. მხოლოდ ასე უნდა დაუბრუნდეთ ჩვენს ძირძველ ისტორიულ ევროპულ ოჯახში. ეს არის ის აუცილებელი, რომლის გარეშეც ჩვენი ქვეყნის წინსვლა შეუძლებელია. 26-ში ეს მარტივი, მაგრამ გარდამტეხი დიდი არჩევანი უნდა გავაკეთოთ ყველამ, რომ ჩვენი საქართველო განვითარდეს, წინ წავიდეს, გამრავლდეს, გამთლიანდეს და ყველაფერი რაც ნანატრი არის, ცხადად იქცეს. ამის შედეგი გვაქვს და კიდევ უფრო მეტი გვექნება. კიდევ ერთხელ საქართველოს და იმერეთს გაუმარ! 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 ახლა კი მინდა, დიდი მადლობა, დიდი მადლობა. ეხლა კი მინდა წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელიც გამორჩეულია ქვეყნისადმი სიყვარულით. გამორჩეულია თავისი პირდაპირობით, პირდაპირ სიმართლის ლაპარაკით. ადამიანი, რომელმაც სიმართლე ჯერ კიდე დასაწყისში იმ პროცესების, რაც დღეს მიმდინარეობს, მაშინ თქვა და ბევრი კრიტიკის შედეგად ხედავთ, რომ წლები გადის და ის მაშინ დათქვამი სიმართლე ცხადი დღეს ხდება. მინდა მოვიწვიო პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი. ივესალმო.
მოიმერლებო მივესალმები ქუთაის და მივესალმები იმერეთს მივესალმები ჩვენს უღალატო თანამებრძოლებს ჩვენს მაგარ ხალხს განსაკუთრებით პოზიტიურ ხალხს რომლებიც ყოველთვის სწორ პოზიციას იკავებს როცა ჩვენ სამშობლო ჭირდება დიდი მადლობა მეგობრებო თქვენი ერთგულების და თქვენი თანადგომისთვის მეგობრებო მოდით ყველა ერთი წუთით დავფიქრდეთ თუ როგორ საქართველოში ცხოვრობდით 2012 წლის 1 ოქტომბრამდე და კითხვა დავუსვათ საკუთარ თავს თუ რამდენად გაუმჯობესდა ვითარება დღევანდელ საქართველოში ამ კითხვაზე მხოლოდ ერთი ობიექტური პასუხი არსებობს როგორც შავი და თეთრი ფერი ისე განსხვავდება 2012 წლის საქართველო და 2024 წლის საქართველო ყველას კარგად გვახსოვს და არასოდეს არ დაგვავიწყდება თუ როგორი საშინელი მდგომარეობა იყო 2012 წლის 1 ოქტომბრამდე შიში ტერორი ჩაგვრა უსამართლობას უფევდა სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის დროს ადამიანებს წართმეული ჰქონდათ ღვთისგან ბოცებული თავისუფლება არ არსებობდა თავისუფალი სიტყვა მედია ბიზნესი ხალხი საშინელი ზალადობის ტერორის წნეხის ქვეშ იმყოფებოდა და გვახსოვს რომ ახალგაზრდებს პირდაპირ ქუჩაში ხვრედნენ უსამართლოდ იჭერდნენ უდანაშაულ ადამიანებს და ჯოჯოხეთურ ციხეებში ტანჯავდნენ აწამებდნენ აუპატიურებდნენ ადამიანებს ჩვენს მოქალაქეებს ართმევდნენ სახკარს ბიზნესს ქონებას ტელევიზიებს და სააკაშვილის რეჟიმმა 300,000 ჩვენი თანამოქალაქე გაასამართლა მთელი ქვეყანა და ხალხი ძევლად ყავდა დაყვანილი და ამ უბედურებასთან ერთად 2008 წლის აგვისტოში ჩვენს ხალხს თავს დაატეხა საშინელი ომი საშინელი განსაცდელი რამაც მოიტანა ჩვენი ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია ჩვენ დავკარგეთ დროებით 100-ზე მეტი სოფელი და კოდორის ხეობა რომელიც მანამდე ჩვენი კონტროლის ქვეშ იყო დავკარგეთ ჩვენი გმირი ჯარისკაცები და გმირი პოლიციელები სამოქალაქო პირები და ქვეყანაში სრულმა უიმედობამ დაისადგურა მაგრამ ასეთი განსაცდელის დროს პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა რომელიც მოვიდა და ღირსეულად დაამარცხა ეს ბოროტება და ჩვენი ქვეყანა გადაარჩინა 1 ოქტომბერს გაიმარჯვა სიკეთემ ბოროტებაზე და გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა და დამარცხდა ბოროტი ქართველი ხალხის მჩაგვრელი ქვეყნის და ხალხის მოღალატე რეჟიმი 2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორიულმა გამარჯვებამ მეგობრებო ჩვენს ქვეყანას და ხალხს მოუტანა 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა სტაბილურობა და კეთილდღეობა მოიტანა დიდი პროგრესი და წინსვლა ყველა სფეროში ყველა მიმართულებით ქვეყნის ბიუჯეტი და ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა განახევრდა სიღარიბე და უმუშევრობა ამოქმედა უვიზო რეჟიმი და თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, ჩინეთთან, რუსეთთან, არაბეთის ქვეყნებთან, ისრაელთან. 12 წელში ჩვენი ქვეყანა გახდა ევროკავშირის კანდიდატი, რითაც მაქსიმუმი გავაკეთეთ. რაც მთავარია, ყველაზე რთულ დროს გეოპოლიტიკური ტრანსფორმაციის ეპოქაში მრავალი შიდა და გარე ძალების მიერ ორგანიზებული, ერთობლივად კოორდინირებული პროვოკაციების, დესტრუქციული ქმედებების გარედან უხეში ჩარევების და დიდი ზეწოლის მიუხედავად არ დავნებდით, დავდეგით მტკიცე და ქვეყანას ავარიდეთ ომი და შევინარჩუნეთ მშვიდობა. რა თქმა უნდა, ყველა ის მიღწევა პირველ რიგში ეკუთვნის ჩვენს ლიდერს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ჩემო მეგობრებო, დღეს ბრძოლა გრძელდება და გამარჯვებამდე ერთი კვირა დარჩა. 26 ოქტომბერს ქართულ ხალხს და ქვეყანას უპირისპირდება გარე ძალებისგან მართული უსამშობლო აგენტურა.
რომლებიც მხოლოდ საკუთარი პირადი ინტერესების სანაცვლოდ მზად არიან ქვეყანა გახვიონ ცეცხლის ალქში და ბომბების წვიმაში. ეს ხალხი, რომელიც დღეს წარმოდგენილია 4 პარტიად, რეალურად ერთი ბოროტი ძალაა, რომელსაც სურს ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევა, მათ სურს სანქციების დაწესება და ახალგაზრდების ომში გაგზავნა. აი ეს ბოროტი ძალა, რომელიც 4 ფრონტად არის წარმოდგენილი, ძველი და ახალი ნაციონალური მოძრაობა და მათი ორი დანამატი, თქვენ იცით კარგად, სააკაშვილის ბიზნეს რეკეტიორი, სასამართლოს მიერ დადგენილი თაღლითი ხაზარაძე, სამშობლოს და ჩვენი გუნდის მოღალატე გახარია. დღეს პოლიტიკური პარტიებიდან ყველაზე მეტად ვინც ნაციონალურ მოძრაობას ეხმარება ხელისუფლებაში დაბრუნებაში, ესენია სწორედ ხაზარაძის და გახარიას პარტიები. სწორედ ფარისეველი ხაზარაძის და გახარიას პარტიები ცდილობენ ბარიერის გადალახვას იმისთვის, რომ შემდეგ ნაცებთან შევიდნენ კოალიციაში. შესაბამისად, ამიტომაც ხსენებული პარტიებისთვის ხმის მიცემა ნიშნავს ავტომატურად ნაციონალურ მოძრაობისთვის ხმის მიცემას, რადგან ესენიც შეუქმნიან კოალიციას ისევ სააკაშვილს და ისევ მათ სისხლიან რეჟიმს. შესაბამისად, მეგობრებო, ამ 4 პარტიიდან რომელიმესთვის ხმის მიცემა ნიშნავს სისხლიანი ნაციონალურ მოძრაობისთვის კოალიციისთვის ხმის მიცემას. ეს ნიშნავს ხმის მიცემას საქართველოს ომში ჩართვაზე და ქვეყნის დანგრევაზე. ეს ნიშნავს ხმის მიცემას ხალხის განადგურებაზე, ჩვენი ქვეყნის მეორე პოლიგონად გადაქცევაზე. ეს ნიშნავს ხმის მიცემას სანქციების დაწესებაზე და ჩვენი ეკონომიკის დანგრევაზე. დაუსრულებელ ქაოსზე ომის კოალიციისთვის ხმის მიცემა, მეგობრებო, ნიშნავს საკუთარი შვილების ომში გაგზავნაზე ხმის მიცემას. ამიტომ დღეს არჩევანი ნათელია. ერთ მხარეს დგას ხსენებული ბოროტი ძალა, ვინც გარანტირებულად მოიტანს ომს, ქაოსს, გრევას და ახალგაზრდების ომში გაგზავნას, ხოლო მეორეს მხარეს დგას ჩვენი ძლიერი გუნდი, ძლიერი ლიდერის წინამძღოლობით, ვინც ქვეყანა გადაარჩინა, არი და ომი, მოიტანა 12 წლიანი მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა, პროგრესი, განვითარება და ვისაც შეუძლია ამ ყველაფრის შენარჩუნება და კიდევ უფრო მეტი სტაბილურობის და განვითარების მოტანა და ჩვენი ქვეყნის საყვანა წინ მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ. ამიტომ, მეგობრებო, 26 ოქტომბერს ჩვენ უარი უნდა ვუთხრათ ომს, უარი უნდა ვუთხრათ ქაოსს, უცხო ქვეყნების ჩარევა ჩვენ შიდა საქმეებში. არა უნდა ვუთხრათ უცხოელი პოლიტიკოსების უხეშ ჩარევას ქართულ პოლიტიკაში, მათი ჭკუის სწავლებას. ჩვენ უარი უნდა ვუთხრათ აღვირახსნილ LGBT პროპაგანდის დაკანონების ცდილობას ბაღებში და სკოლებში. ჩვენ არა უნდა ვუთხრათ ბოროტი აგენტურის დაბრუნებას ხელისუფლებაში. და ბოლოს, არჩევნების შედეგით ყველას უნდა გავცეთ საკადრისი პასუხი. და ხმამაღლა უნდა ვუთხრათ ჩვენს უცხოელ პოლიტიკოსებს, რომ ჩვენი უფროსი მხოლოდ ქართველი ხალხია და საქართველო ჩვენია. ოქტომბერს გაიმარჯვებს სიმართლე, გაიმარჯვებს სიკეთე, გაიმარჯვებს მშვიდობა და გაიმარჯვებს საქართველო. ღმერთი იყო ჩვენი მფარველი. მეგობრებო, ჩვენ ერთად ვართ შეკრებილი და მთელი იმერეთი დღეს აქ არის. მოდით მივესალმოთ ჩვენს უსაყვარლეს კუთხეებს, მუნიციპალიტეტებს, ქალაქებს, სოფლებს. სამტრედიას გაუმარ! ბაღდადს გაუმარ! საჩხერეს გაუმარ! საბედნიეროდ ბევრი ღირსეული მეგობარი ჩვენთან ერთად არის.
ჩვენ ყველას გვახსოვს, ყველას გვიყვარს ქართველებს სპორტი და გამორჩეულად ფეხბურთი. ადამიანი, რომელიც ასე გვასახელებდა, რომელიც იყო ეროვნული ნაკრების მაშინდელი კაპიტანი, რომელიც ჩვენს ღირსებას იცავდა, რომელმაც სახელი გაუთქვა ჩვენს ქვეყანას, როგორც ევროპაში, ასევე მთელ მსოფლიოში. ადამიანი, რომელიც არის ძალიან ნიჭიერი, ადამიანი, რომელმაც შრომით მიაღწია როგორც წარმატებულ ფეხბურთელობას, ასევე წარმატებულ პოლიტიკოსობას, რომელიც არის პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს გენერალური მდივანი, ქალაქ თბილისის მერი, ბატონი ახა კალაძე, მივეცალმოთ. მოგესალმებით, კალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო იმერლებო, მივესალმები სრულიად საქართველოს, სილაღით, იუმორით, სტუმართმასპინძლობით განთქმული ქალაქიდან, ქუთაისიდან, მოგესალმებით, ჩემო ქუთათურებო. ბედნიერი ვარ, რომ ამდენ გულანთებულ თანამებრძოლს ხედავ დღეს შეკრებილს. საქართველოს მეორე დედაქალაქად წოდებული ეს უძველესი ქალაქი, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, იყო და არის ქვეყნის პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ცენტრი. მისი შემოგარენი მდიდარია ქართული არქიტექტურული შედევრებით, უდიდესი სალოცავებით, რითაც ამაყობს თითეული ქართველი. აქვე გელათში განისვენებს საქართველოს ყველაზე დიდი მეფე, წმინდა დავით აღმაშენებელი, რომლის დროსაც დაიწყო საქართველოს ოქროს ხანა, რომლის მოღვაწეობაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ჩვენ ვართ არა პატარა, არამედ დიდი ერი. უდიდესი კულტურისა და ისტორიის მქონე ქართველი ხალხი მუდამ იმარჯვებს, როდესაც არ ღალატობს საკუთარ ფესვებს, თავის იდენტობას, არ უხრის თავს სირთულეებს და გონიერებით, პატრიოტიზმით, რწმენით აგრძელებს განვითარებას და წინსვლას. ამან გადაარჩინა ზუსტად ქართველი ერი, გაუძლო უამრავ შემოსევას, შიდა თუ გარე მტერს და დგას მტკიცედ. ვერასდროს ვერავინ ვერ დაგვაჩოქებს, ვერ შეაჩერებს ჩვენს წინსვლას და განვითარებას, ვიდრე ვართ ერთად, ვიდრე სამშობლოს და უფალს ვაყენებთ ყველაზე და ყველაფერზე წინს. ჩვენ იმერლებს არ გვეშლება ნამდვილად, სად უნდა ვიყოთ, როგორ უნდა ვიყოთ მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად ჭირდება ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ქვეყანას, სადაც დავიბადეთ, სადაც გავიზარდეთ. მეგობრებო, თქვენ გენაცვალეთ. ჩემო მეგობრებო, ამ თავგანწირვის, ამ ბრძოლის საუკეთესო მაგალითი არის ჩვენი იმერელი ადამიანი, ღირსეული კაცი, ჩვენი ქველმოქმედი, ჩვენს ქვეყანაზე, სამშობლოზე შეყვარებული ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც 2012 წელს, მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად ჭირდებოდა ჩვენ სამშობლოს, დადგა იქ, სადაც ჭირდებოდა ამ ქვეყანას და ამ ქვეყნის მომავალს და დღესაც ასია, დადგა თავისი ოჯახით და დღესაც თავისი ოჯახით დგას აქ. დღეს მინდა მივესალმოთ ცოტნე ივანიშვილს, რომელიც ჩვენთან ერთად იმყოფება. ჩემო მეგობრებო, რა ჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად? რასაკვირველია, მშვიდობა და სტაბილურობა. ვინ თუ არა საქართველოს მოსახლეობამ კარგად იცის, რამხელა უბედურება მოაქვს ომს და ნგრევას, რომ აღარაფერი აღარ ვთქვათ შორეულ წარსულზე. ეს ხო ჩვენი მშობლების თაობამ, ჩვენმა თაობამ საკუთარ თავზე იწვნია ის უბედურება, რაც აგვისტოს ომმა მოუტანა ქვეყანას, რომელიც მოუშუშებელ ჭრილობად გვექცა. დღეს ჩვენი ვალია
არ დავტოვოთ პასუხგაუცემელი კითხვები და სამართლებრივი რეაგირება მიეცეს აგვისტოს ომის საქმეს, რათა ვერცერთმა ხელისუფალმა ვეღარ გაბედოს, დაანგრიოს და რისკვის ქვეშ დააყენოს საკუთარი ქვეყანა და საკუთარი სამშობლო. ჩემო მეგობრებო, საქართველო შვიდობის მოყვარე, უკაცრავად, შვიდობის მოყვარე ქვეყანაა. მას აქვს უზარმაზარი ადამიანური რესურსი, ყავს უნიჭიერი ახალგაზრდობა და სურს მხოლოდ ერთი რამ, სტაბილურობა. სურს საკუთარი იდენტობით, ტრადიციებით, რწმენით, უნიკალური კულტურით, ევროპული მომავლის უზრუნველყოფა. ჩვენ გვინდა მშვიდობა, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. სწორედ ეს არის გზავნილი იმ საარჩევნო ბილბორდებზე, რომლის გამოჩენამაც ისედაც გაპარჩაკებული, განადგურებული და გაუბედურებული ოპოზიციამ წყობრიდან გამოიყვანა. ბოლო დღეებია სასოწარკვეთილები გულდასმით შლიან წარწერას არა ომს. დიახ, არა ომს. გაუმარჯოს მშვიდობას, რომელსაც მთელი გულით უსურვებ მთელს მსოფლიოს. ამ ბილბორდებთან მებრძოლ უსამშობლო რადიკალებს, რომლებიც მზად არიან თავიანთი დამკვეთების ბრძანებით გაყიდონ საკუთარი სამშობლო, რასაკვირველია, ნაკლებად ადარდებთ უკრაინელი ხალხის ბედი. ეს ადამიანები ღიად ამბობენ, რომ ურჩევნიათ ბომბები წვიოდეს ჩვენს ქვეყანაში, რომ თურმე არ შეიძლება და როგორ შეიძლება საქართველო ჩვენი სამშობლო იყოს სამყაროს ცენტრი და ყველაზე სათაყვანებელი ქართველისთვის. ადამიანს, რომელსაც არ აქვს სამშობლოს სიყვარულის განცდა, როგორ შეიძლება, ხო წარმოუდგენელია გული შესტკიოდეს სხვა რომელიმე ქვეყანაზე. ამდენად მეგობრებო, ჩვენ ვერ დაუთმობთ ჩვენს ქვეყანას საჯიჯგნად უსამშობლო რადიკალებს. ვერავის მივცემთ უფლებას საქართველოს ბედი გარედან გადაწყვიტოს. ამ ქვეყნის ბატონ პატრონი ხართ თქვენ, ქართველი ხალხი და თქვენ უნდა გადაწყვიტოთ ამ ქვეყნის მომავალი. ჩემო თანამებრძოლებო, 26 ოქტომბერს ქუძე კაცი უნდა გამოვიდეს საქართველოს მომავლის დასაცავად, მშვიდობის დასაცავად. 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს საქართველო, გაიმარჯვებს საქართველოს მომავალი, გაიმარჯვებს ქართული ოცნება, გაიმარჯვებს ქართველი ხალხი. გაუმარჯოს ჩვენს გამარჯვებას. ღმერთი იყოს სრულიად საქართველოს მფარველი. მეგობრებო, ტყიბულს გაუმარ! ხოლს გაუმარ! ზესდაფორს გაუმარ! ეხლა მინდა ვთქო ერთ ძალიან კარგ იმერელ კაცს, რომელიც არის ძალიან კარგი პროფესიონალი, იურისტი, რომელიც არის ძალიან კარგი მეგობარი და შემოქმედი ადამიანი, რომელსაც სიგიჟემდე უყვარს იმერეთი და სიგიჟემდე უყვარს ის თავისი ლამაზი ადგილი, სადაც დაიბადა. ეს ადამიანი ყველასთვის ნაცნობი, ყველასთვის საყვარელი და დარწმუნებული ვარ, კარგი ქართული სიმღერაც მოგისმენიათ ამ კაცის იმ დიდ საქმეებთან ერთად, რასაც აკეთებს. როგორც ქართული ოცნება, დემოკრატიული საქართველოს აღმასრულებელი მდივანი და უმრავლესობის ლიდერი ბატონი მამუკა დიდარაძე. ბრძოლას გაუმარ! მოგესალმებით, ჩემო იმერლებო, უდიდესი სიყვარულით. უდიდესი სიყვარულით მივესალმები ქუთაისს, წყალტუბოს, სამტრედიას, ვანს, ხონს, ბაღდადს, ზესტაფონს, ხარაგაულს, საჩხერეს, ჭიათურას და არ გაგიკვირდებათ ალბათ ჩემგან, რომ ასევე უდიდესი სიყვარულით მივესალმები ჩემს მშობლიურ თერჯოლას და ჩემს ღვანკითს. მივესალმები ყველაზე სტუმართ მოყვარე.
ამაყ, ლაღ, თავისუფალ ქართველებს, უდიდესი კულტურის და ტრადიციების მქონე მხარეს. ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა მინდა დაუდასტურო ქუთაისს. თავისუფლად შეიძლება ითქვას საქართველოს კულტურულ დედაქალაქს. იმერეთი დაახლოებით განსაკუთრებული მხარდამჭერი იმ პოლიტიკის, რასაც ღირსეული, ეროვნული, ტრადიციული ღირებულებების პატივისცემა და მხოლოდ ამ გზით ევროინტეგრაცია ქვია. ამავე დროს ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის პირველი არჩევნები, როცა ვამბობთ თამამად მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის ციფრებზე დაყრდნობით. ასევე შეგვიძლია იგივე დავფირდეთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ სულ რამდენიმე წელიწადში და გადაჭარბების გარეშე ვამბობთ ამას, სულ რამდენიმე წელიწადში საქართველოს მოქალაქეები იცხოვრებენ რამდენიმე ქვეყნის, ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებზე უკეთ, ვიდრე ისინი დღეს ცხოვრობენ. მინიმუმ რამდენიმე ქვეყანაზე უკეთ. ალბათ ეს რომ 10 წლის წინ დამეთანხმებით 10 წლის წინ ვინმეს გაეხმოვანებინა, შეიძლება გიჟადად შეგვერაცხა. მაგრამ დღეს ამას ჩვენ კი არ ვამბობთ, ხოლოდ ამას ამბობს მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ამ მიმართულებითაც ვიყოთ ამაყები. ქართულმა ოცნებამ შეძლო შეუძლებელი. დღეს ჩვენ ეკონომიკური ზრდის 10%-იანი მაჩვენებლით ვართ პირველ ადგილზე არა რეგიონში, არამედ ევროპაში. ყველაზე ძალიან გულწრფელად გეტყვით. მე პირადად იცით რა მახარებს და ზუსტად ვიცი, რომ თქვენთვის თითოეული თავმოყარე მოქალაქისათვის ამ ქვეყნისა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ევროპისკენ ჩვენ არ მივდივართ გაწვდილი ხელით, არამედ შევძელით, რომ ამ მიმართულებითაც თავაწეულები ყოფილიყავით. რადგან ჩვენ ვართ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა, რომელიც პირველ ადგილზეა, როგორც უკვე ვთქვით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით ევროპაში. ჩვენ ისე გავხდით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა, რომ უარი ვთქვით ცალფეხზე დგომაზე. უარი ვთქვით გარედან გადაწყვეტილებების მიღებაზე. უარი ვთქვით წლების წინ 2017 წელს ერთნაირსკესიანთა ქორწინებაზე. და პირიქით, აგერ სულ ცოტა ხნის წინ ავკრძალეთ საერთოდ LGBT პროპაგანდა. დიდი ბრძოლის ფასად შევინარჩუნეთ მშვიდობა და 1-10-ად გავაძლიერეთ შერიგების, ურთიერთმიტევების და ქვეყნის ამ გზით გაერთიანების პოლიტიკა და პერსპექტივა. ყველაფერზე წინ დავაყენეთ ღირსება, უდიდესი გლობალური წინააღმდეგობის მიუხედავად მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი. ბოლომდე ჩამოვხადეთ ამით ფარდა საქართველოში მოქმედ აგენტურას და მთელს მსოფლიოს ვუთხარით თავარი სათქმელი. ამიერიდან საქართველოს და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ აქ, საქართველოში. აქ ამ ქვეყანაში ყოველთვის შეგვიძლია დავიფიცოთ, რომ შევასრულებთ ანდერძად ქცეულ სიტყვებს, დიდი ილიას სიტყვებს, რომ ჩვენთვის უპირველესი მოსაფრთხილებელი იქნება მამული ენა, სარწმუნოება. და ამას გააკეთებს არა მხოლოდ თანამედროვე თაობა, არა მხოლოდ ჩვენ გავაკეთებთ ამას, არამედ ჩვენ უნდა უზრუნველყოთ. დავდოთ მყარი გარანტია, რომ ამას გააკეთებენ ჩვენი მომავალი თაობებიც. ძალიან მოკლედ ჩვენს დღევანდელ აგენტურულ ოპოზიციაზე. წარმოიდგინეთ, მეგობრებო, ერთ ხმასაც კი, ერთ ხმას გადაჭარბების გარეშე ვთქვათ, როგორ უნდა იღებდეს ამ ყველაფრის წინააღმდეგ მებრძოლი რომელიმე პოლიტიკური ძალა თუ პოლიტიკოსი. თუმცა რადგან მათ კიდევ საზოგადოების შეიძლება მცირე, მაგრამ მაინც რაღაც ნაწილი უჭერს ხარს, შევახსენოთ მათ, რომ
აგენტურული 4-ხეულის სათავეში დგანან. პირველი მკვლელი, მოძალადე, ქვეყნის ტერიტორიების რუსეთზე ჩამბარებელი და საკუთარ ჯარზე ომის დანაშაულის დამბრალებელი სააკაშვილი. მეორე მისი პარტიის მეორე დანაყოფი. შარვალ-ჩახტილი და რუბლებით დაფინანსებული ხალხით გარშემორტყმული თაღლითი და თავისი ტელეკომპანიების გამძარცველი გვარამია. ასევე უპერსპექტივო პარტიებსაც შევეხოთ, ვერ ლახავენ ბარიერს, მაგრამ მაინც ამ 4-ხეულში არიან. თაღლითი სააკაშვილის რეკეტიორი ხაზარაძე და ასევე თაღლითი სააკაშვილთან მოღალატე და თავისი გუნდის გამწირავი გახარია. აი ესენი იღებენ ხმას. აი არსებობს საქართველოში სამწუხაროდ კიდევ ამორჩეველი, თუნდაც ერთი ადამიანი, რომელიც ამ ხალხს ამ ყველაფრის მიუხედავად ხმას აძლევს და როცა მათ დაველაპარაკებით უნდა უთხრათ, რომ ისინი არიან აი ამ ხალხის მხარდამჭერები, ეს სიტყვა სიტყვით უნდა ჩამოუთვალოთ. ამიტომ 26 ოქტომბერს თემ სოფლიოს ჩვენ უნდა დავანახოთ, რომ საქართველო და ქართველი ხალხი არასდროს დადგება თავისი ქვეყნის გამყიდველების მხარეს. ქართულ ხალხს აგენტურას ვერავინ შეასახებს ევროპელებად, გამორიცხულია ეს ამბავი. რაც არ უნდა მათი საარჩევნო კამპანია აწარმოონ გარედან. ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ აი ამ ყველაფრით გარედან რომ ეხმარებიან, ჩვენ ვართ ქართველი ხალხი უფრო მობილიზებული, უფრო წინააღმდეგობრივი თუ გნებავთ. და ჩვენ შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ ევროპელობა ჩვენთვის სატყუ არა ვერ იქნება. ევროპა და ევროპელობა ჩვენთვის არის ტრადიციული ქრისტიანული ღირებულებები და ამ მიდგომის განმტკიცებას იქით ჩვენ ევროპაში შევძლებთ და შევეცდებით. ეს არის არ არის ისე, ჩემო მეგობრებო, რომ თითქოს მხოლოდ ჩვენ გვჭირდება ევროპა. პირიქით, თუ ყველაფერს გადავავლებთ თვალს, ჩვენც ძალიან ვჭირდებით ევროპას და ევროპელებს. ჩვენი ამაყი, მეტიც, ხანდახან უტეხი ხასიათითაც კი, ტრადიციული ღირებულებებით, რწმენის პატივისცემით და რეალური თავისუფლების სიყვარულით. ნუ რავის გაუკვირდება, რომ ჩვენს ქვეყანაში, სადაც დილამშვიდობის და საღამომშვიდობის ასევე სალმებით ერთმანეთს, ხო? ან კიდევ მისალმების აღმნიშნელი მთავარი სიტყვა არის გამარჯვებასთან დაკავშირებული, როცა ერთმანეთს ვეუბნებით გამარჯვებას. არავის გავამარჯვებინებთ, არც მშვიდობაზე, არც ღირსებაზე და არც საკუთარი თავის უფლებაზე. ამიტომ არის ჩვენი ხალხი მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობის ხარეს და მხოლოდ ამ გზით ვაპირებთ ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას. მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით და მხოლოდ ევროპისკენ. ჩვენს ქვეყანას გაუმარ? ჩვენს ქართულ ოცნებას გაუმარ? უდიდესი მადლობა ჩემო მეგობრებო. გენაცვალეთ იმერიებო. მეგობრებო, საოცარი მუხტია. ალბათ სხვანაირად შეუძლებელია იმერეთში და ქუთაისში რო ყოფილიყო. რამე თუ ეს არის ის გული, რომელი გულიც ყოველთვის გერდა და ცემდა ისე როგორც ქვეყანას ჭირდებოდა. დღეს ის მომენტია, როდესაც გულმა კიდევ უფრო მაგრად უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ 26-ში ზუსტი და სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ. იმისთვის, რომ არსებული მონაპოვარი, რაც ყველას ძალიან გვახარებს, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ. ქვეყანა კიდევ უფრო ძლიერი იყოს და კიდევ უფრო მეტად ის, რაც ჩვენ გვიყვარს, რაც გვაამაყებს, რატომაც ვამბობთ მადლობა ღმერთს, რომ ქართველი ვარ, ეს დავიცვათ და სხვასაც გაუზიაროთ. მე მინდა ჩვენი ბრწყინვალე დელეგატები, ღირსეული ადამიანები წარმოგიდგინოთ. ზვია ჩალამბერიძე, მივესალმოთ, მეგობრებო. ბატონი გივი ჭიჭინაძე. ბატონი პატა ჭიჭინაძე. და ბატონი ზაზა ლომინაძე.
გაგოთ ვანს გაუმარ ჭიათურას გაუმარ ხარაგაულს გაუმარ დიდი მადლობა ახლა მინდა ვთქო ჩვენი გუნდის ღირსეულ ლიდერს ჩვენი პარლამენტის საამაყო თავმჯდომარეს ადამიანი რომელიც არ ერიდება იმის პირდაპირ თქმას დასაბუთებულად არგუმენტაციით რაც სიმართლეა რაც ჭეშმარიტება და რომელიც პირველ რიგში საქართველოს სიყვარულით ალაპარაკებს მას იმ დიდ პროფესიონალისტთან ერთად ადამიანმა რომელმაც იმ პერიოდში გაატარა თავმჯდომარეობა როდესაც უმნიშვნელოვანესი კანონები იყო მიღებული კანონები რომლებიც გვეხმარება ჩვენ რომ ვიყოთ ის საქართველო რომელიც საქართველოს ჩვენ გვინდა ჩვენ შვილებს სჭირდებათ ის საქართველო რომელიც არის მომავალი გამწყინებული და გამთლიანებული ბატონი შალვა პაპუაშვილი საქართველოს პარლამენტის ღირსეული თავმჯდომარე მოგესალმებით ქუთაისო, მოგესალმებით იმერლებო, მოგესალმებით ადგილზე, სადაც ჩვენი სახელმწიფოებრიობის სიმბოლოს დავით აღმაშენებელს ფეხი აუდგამს და მისი განსასვლელი დაუკვირდებია. მოგესალმებით ქალაქში, რომელიც საქართველოს ერთიანობის და უძლეველობის მარადიული ნიშანსვეტია. ანტიკური სამეფოს დედაქალაქი, ბაგრატ მესამის საქართველოს ერთიანობისათვის დაწყებული ბრძოლა, დავით და კონსტანტინე, ბაგრატი და გელათი, აკაკი და გალაქტიონი. აი ეს და კიდევ ვინ მოთვლის რამდენი რამ სულით ხორცამდე ქართული, ნამდვილი, სანუკვარი უკავშირდება ამ დიდებულ ქალაქს, უძველეს ცივილიზაციებთან წილნაყარს და დღემდე საქართველოს უმნიშვნელოვანეს კულტურულ კერას. დღეს შევიკრიბეთ რომ ერთმანეთს კიდევ ერთხელ უთხრათ ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და რა გვინდა. კიდევ ერთხელ გავახსენოთ ერთმანეთს რომ საქართველო ჩვენით არ იწყება, რომ ისტორიის ამ უგრძელეს გზაზე ჩვენი მისია გვერგო და ეს მისია ქართული სახელმწიფოს შენარჩუნებაა. სახელმწიფოსი არა როგორც ტერიტორიის, არამედ სახელმწიფოსი როგორც თვითყოფადი ერის ერთობის. სხვისი იმედი, რას არგებს თავისუფლების მძებნელსა, აკაკის ეს სიტყვები დღეს განსაკუთრებით შეგვახსენებს თავარ ჭეშმარიტებას, რომ ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს და რომ ჩვენი ქვეყნის გულშემატკივალიც და მცველიც თავადვე ვართ. ჩვენი ევროპელობა ქართველმა ხალხმა განსაზღვრა აქ, ქუთაისში, თბილისში, ბათუმში, თელავსა თუ ზუგდიდში. ევროპა ჩვენთან ერთად დაიბადა. მის აწყისებთან მდგავართ ქართველები, რომლებიც დასავლური კულტურის თანაშემოქმედები ვიყავით. და ამასთან ჩვენ შევქმნით თვითყოფადი, ყველასგან განსხვავებული ქართული კულტურა, მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი მარგალიტი. დღეს კი ჩვენ ერთს თანაშემოქმედს ევროპული ცივილიზაციისა გვიწევს მტკიცება იმისა, რომ ქართული იდენტობა ევროპული იდენტობაა, რომ ქართული ღირებულება ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებაა, რომ ქრისტიანობა ევროპის საძირკველია. მოვლენისა თუ საგნის სწორი სახელდება უმნიშვნელოვანესი აქტია. სამწუხაროდ დღეს ეს პროცესი უგულებელყოფილია. ყოველდღიურად შავისთვის თეთრის დარქმევის გაუგონალ თვალთმაქცობას ვადევნებთ თვალს. ვხედავთ, როგორ წარმოგვიჩენენ ომს მშვიდობად, ცალფეხზე დგომას თავისუფლებად, სიცრუეს ჭეშმარიტებად, იუდას ამბორს ქართველი ხალხის სიყვარულად. ევროპარლამენტის მიერ მიღებული ბოლო რეზოლუცია, სადაც წამების რეჟიმის შემქმნელი სააკაშვილის გათავისუფლებასთან ერთად, ახლა უკვე საჯაროდ მოგთხოვეს რუსეთისთვის სანქციების დაწესება, რა არის თუ არა ნიველირება ყველაფრის, რაც კი ქართველებს ევროპულ ფასეულებად გვესახება. სწორედ ეს არის სახელების გადანაცვლების შედეგი, სადაც მწამებელი ევროპელია და ომი მშვიდობაა. და ამ ყველაფრის მაყურებელ ქართველ კაცს უნებურად წამოწდება კითხვა.
სააკაშვილის უპირობო გათავისუფლებას რომ მოითხოვ. ესაა ევროპა? ადეიშვილს ბრიუსელის კაბინეტებში რომ უმასპინძლებ. ესაა ევროპა? კეზერაშვილს სასჯელისგან რომ შეიფარებ. ესაა ევროპა? თავად ნატოს ატომური ქოლგის ქვეშ ყოფი საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას რომ მოითხოვ. ესაა ევროპა? რა თქმა უნდა არა. ქართველმა ხალხმა იცის რა არის ის ღირებულებები, რომელიც ჩვენ ევროპასთან გვაერთიანებს. ევროპა სხვისი პატივისცემაა და არა დაქვემდებარება. ევროპა სიმართლეა და არა თვალთმაქცობა. ევროპა ხელის შეშველებაა და არა ფეხის დადება. ევროპა სულიერებაა და არა უღმერთობა. თუმცა ქართველმა ხალხმა ისიც კარგად იცის, რომ ეს ფარისევლობა დროებითი მოვლენაა და ეს აბსურდიც მალე დასრულდება. დასრულდება იმავე წამს, როდესაც ყველა შინ და გარეთ დაინახავს თუ სად დგას ქართველი ხალხი, დაინახავს, რომ ეს არის შემდგარი სახელმწიფო, საკუთარი ღირსებით, საკუთარი იდენტობით, საკუთარი ინტერესებით. 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღეს ქართველმა ხალხმა უკვე ჩაატარა ერთი სახალხო რეფერენდუმი, როდესაც ერი და ბერი მილიონამდე საქართველოს მოქალაქე ჩვენი ქვეყნის ქალაქებში გამოვიდა და თქვა, რომ არ არსებობს მომავალი წარსულის გარეშე, რომ არ არსებობს საქართველო მისი რწმენის, მისი ტრადიციების, მისი თვითყოფადობის გარეშე. 26 ოქტომბერს ეს სახალხო რეფერენდუმი საარჩევნო ყუთებთან უნდა განმეორდეს. ჩვენ ვირჩევთ საქართველოს და ეს არჩევანი უნდა იყოს ქართული ღირებულებების საბოლოო და უპირობო გამარჯვება. ჩვენ უნდა დავასრულოთ მოჯადოებულ წრეზე სიარული და საბოლოო დავიმკვიდროთ თავი, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ და თავისუფალმა ერმა, რომელიც თავის ბედს თავად წყვეტს. მხოლოდ თავდაჯერებული, საკუთარი ინტერესებით მოქმედი, ქართული იდენტობის დამცველი სახელმწიფოთი შევალთ ღირსეულად ევროპულ ხალხთა ოჯახში. ეს იყო ჩვენი დიდი წინაპრების ევროპული გზა და ეს ასეც დარჩება. მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით ევროპისკენ. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი. მეგობრებო, მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფერს ვისმენ ძალიან რთულია, მაგრამ აი ამ ერთობით, იმ დიდი ერთობით, რასაც იმერეთის და ყველა სხვა კუთხის საბოლოო ჯამში ჩვენი საქართველოს ერთობით 26-ში მივიღებთ ყველა იმ სწორ გადაწყვეტილებას, როდესაც დიახ ბატონო შალვა, აბსურდი დასრულდება, ჩვენ გავიმარჯვებთ, სიმართლე გაიმარჯვებს, ჭეშმარიტება იზეიმებს საქართველოში და ხვალინდელი დღე კიდევ უფრო უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყნის. ქუთაისში ვარ. ხედავ წარწერას ქუთაის და გამორჩეულად მინდა ამ ულამაზეს, ამ უსაყვარლეს ქალაქს მივესალმო და ქედი მოვიხარო. მადლობა ღმერთს, რომ ქართველი ვარ, მადლობა ღმერთს, რომ ქუთაისელი ვარ. ქუთაის გაუმარ! 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 და მომაღლებულ ნოტაზე მინდა ვთხოვ ჩვენ ძალიან ღირსეულ მთავრობის მეთაურს, ჩვენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ადამიანს, რომელსაც ძალიან გასაგებად შეუძლია თუნდაც რთული საკითხის მოწოდება. ფაქტებზე, რკინის ლოგიკაზე დაყრდნობით და იმ მაგალითებზე დაყრდნობით ძალიან იოლად აგებინებს ყველას. დარწმუნებული ვარ, ასევე არის იმ ზოგიერთ ადამიანთან, რომელსაც უბრალოდ არ უნდა ამის გაგება და ჩვენ ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ვისაც გვინდა, ვისაც გვესმის, ვისაც გვიყვარს ჩვენი ქვეყანა 26-ში ერთიანი მაგარი გადაწყვეტილება მივიღოთ, რომ საქართველოს წავიდეს მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი კობა
ბაბახიძე, ვეცალმოთ. მოგესალმებით ძვირფასო იმელებო. სიმბოლურია რომ ჩვენი რეგიონული შეკრებების შემაჯამებელი ღონისძიება იმართება ქუთაისში, საქართველოს ერთ-ერთ უძველეს და ულამაზეს ქალაქში, საქართველოს სამეფოს ისტორიულ დედაქალაქში, საიდანაც დავით აღმაშენებელმა გაეერთიანა საქართველო და საფუძველი დაუდო ჩვენი სამშობლოს ისტორიის ოქროს ხანას. იმერეთი არის ხარი, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს ეროვნული თვითყოფადობის, მეცნიერების, ღვთისმეტყველების, ქართული კულტურის, მწერლობის, პოეზიის, მუსიკის, ხატრობის, თეატრის, ხუროთმოძღვრების, ქართული სპორტის განვითარებაში. იმერეთი ქუთაისი ტრადიციულად ყოველთვის იყო ქართული ინტელიგენციის სამჭედლო. იმერეთში ცხოვრობს გამორჩეულად ღირსეული, თბილი, ნიჭიერი და ლამაზი ხალხი და მინდა ძალიან დიდი სიყვარულით მოგესალმოთ თითოეულ თქვენგანს. ხაზგასმით უნდა გავეხსენოთ და აღვნიშნოთ, რომ სწორედ ამ კუთხის იმერეთის შვილმა მოქცა შეასრულობა 2012 წელს გავთავისებლებიყავით უკაცრავად ავტორიტარული რეჟიმისგან და გვეცხოვრა თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში. თქვენთან ერთად მინდა ამისათვის კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ყველას გახსოვთ, რა ვითარება იყო საქართველოში 2012 წლამდე. ადამიანების კვლევა და წამება, ბიზნესის ძარცვა, ტელევიზიების მიტაცება, არჩევნების გაყალბება, ომი და ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის დაკარგვა. ეს არის იმ დანაშაულების მხოლოდ არასრული ჩამონათვალი, რომელსაც უცხოური აგენტურა და მისი სისხლიანი რეჟიმი 9 წლის განმავლობაში ჩადიოდა ჩვენს ქვეყანაში. ამ ყველაფრის დაბრუნებას ქართველი ხალხი, რა თქმა უნდა, არ დაუშვებს. ზუსტად ერთ კვირაში იმართება რეფერენდუმის ტოლფასი გადამწყვეტი არჩევნები, სადაც ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ ეტყვის უარს ომს და აირჩევს მშვიდობას, ეტყვის უარს ამორალურ პროპაგანდას, აირჩევს ტრადიციულ ფასეულობებს, უარს ეტყვის ბნელ წარსულს და აირჩევს საქართველოს ნათელ და ევროპულ მომავალს. ჩვენ საკუთარ თავს მუდმივად უნდა შევახსენოთ, რომ მხოლოდ მშვიდობის პირობებშია შესაძლებელი განვაგრძოთ ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ ყველა ის მიღწევა, რომელიც ჩვენს ქვეყანას 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობის პირობებში ჰქონდა, ქართული ოცნების მმართველობის პირობებში და რომელიც ქმნის ყარნიადაკ საქართველოს შემდგომი წინსვლისა და განვითარებისათვის. ამ მიღწევების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, მინდა ძირითად საკითხებს შევეხო. ქვეყნის ეკონომიკა 2012 წელს ქვეყნის ეკონომიკა იყო მხოლოდ 28 მილიარდი ლარი. ჩვენ ქვეყნის ეკონომიკა უკვე გავზარდეთ 90 მილიარდ ლარამდე. 2028 წლისთვის ქვეყნის ეკონომიკა მიაღწევს 130 მილიარდ ლარს ჩვენი პროგრამის მიხედვით. ქვეყნის ბიუჯეტი 2012 წელს იყო მხოლოდ 8,5 მილიარდი ლარი. წელს ბიუჯეტი უკვე იყო დაახლოებით 28 მილიარდი ლარი და 2028 წელს ქვეყნის ბიუჯეტი გადააჭარბებს 40 მილიარდ ლარს. ამას უზრუნველყოფს ქართული ოცნების პროგრამის შესრულება. ჩვენ გავანახევრეთ უმუშევრობას საქართველოში. მხოლოდ ბოლო 2,5 წელიწადის განმავლობაში ჩვენ შევქმნით 170,000 ახალი სამუშაო ადგილი. მომდევნო 4 წლის განმავლობაში საქართველოში შეიქმნება სულ მცირე 200,000 ახალი სამუშაო ადგილი და უმუშევრობა ჩამოსდება 4%-ს, რაც არის ევროკავშირის მაჩვენებელზე დაბალი მაჩვენებელი, უკეთესი მაჩვენებელი. რაც შეეხება საშუალო ხელფასს, 2012 წელს საშუალო ხელფასი საქართველოში იყო 712,5 ლარი. უკვე წელს ამ წლის მეორე კვარტალში საშუალო ხელფასი გადაცდა 2000 ლარს და ჩვენი პროგრამის განხორციელების შემდეგ 2028 წელს საშუალო ხელფასი საქართველოში მიაღწევს 3500 ლარს. 2012 წლის შემდეგ 680,000-მა ჩვენმა თანამოქალაქემ
დაძლია სიღარიბე, ხოლო 2028 წლის ჩათვლით სიღარიბეს დამატებით სულ მცირე 300,000 ადამიანი დაძლევს, რის შემდეგაც სიღარიბის მაჩვენებელი 4%-ს ჩამოწდება. მხოლოდ გასული 2.5 წელიწადის განმავლობაში ჩვენ საქართველოში მოვიზიდეთ 5 მილიარდი დოლარის პირდაპირ უცხოური ინვესტიციები. ჩვენი პროგრამის მიხედვით ჩვენ უზრუნველყავთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში მინიმუმ 9 მილიარდი დოლარის პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოსიდვას. 2012 წლამდე იყო აშენებული მხოლოდ 68 კილომეტრი ავტომაგისტრალი. 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში ზუსტად 4-ჯერ მეტი 273 კილომეტრი ავტომაგისტრალი აშენდა. მომავალ წელს უკვე მთლიანად დასრულდება აღმოსავლეთ დასავლეთის 4-ზოლიანი ავტომაგისტრალის მშენებლობა, რის შემდეგაც ქუთაისიდან თბილისამდე მგზავრობას 2 საათზე ნაკლები დაჭირდება. 2012 წლის შემდეგ სახელმწიფოს ხარდაჭერით შეიქმნა 700 ახალი საწარმო და გადაიარაღდა 800 საწარმო. ბიზნესის ხარდაჭერა გაგრძელდება, შესაბამისი პროგრამები გაგრძელდება და 2028 წლის ჩათვლით დამატებით 100-ობით ახალი საწარმო შეიქმნება და 70,000 სამუშაო ადგილი მხოლოდ ამ პროგრამების საფუძველზე შეიქმნება. რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, ჩვენ 2-ჯერ გავზარდეთ 2012 წლის შემდეგ სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება. მომდევნო 4 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის განვითარებას და ქართული სოფლის გაძლიერებას მოხმარდება 3 მილიარდი ლარის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 2028 წლისთვის ტურისტების რაოდენობა 11 მილიონს მიაღწევს საქართველოში, ტურიზმიდან შემოსავლები 6,4 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს, რაც ბუნებრივია იმერეთის განვითარებასაც სათანადოდ აისახება. რაც შეეხება ელექტროენერგიას, 2030 წელს საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 3-ჯერ გადააჭარბებს 2012 წლის მაჩვენებელს და საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით გახდება სრულად თვითქმარი და დამოუკიდებელი ქვეყანა, რაც ქვეყნის პოლიტიკური დამოუკიდებლობისთვისაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. 2 მილიარდ ლარზე მეტი გამოიყოფა რეგიონული განვითარების ფონდის ფარგლებში, 400 მილიონი სოფლის ხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 155 მილიონი მთის ფონდისთვის, 200 მილიონი მუნიციპალური ტრანსპორტის პროგრამისთვის. ეს ყველაფერი მოხმარდება, რა თქმა უნდა, რეგიონების განვითარებას. წლის შემდეგ 3-ჯერ გაიზარდა გაზიფიკაციის ტემპი და უკვე მომავალ წელს 93%-ს მიაღწევს გაზიფიკაციის მაჩვენებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით. 2028 წლისთვის 95% იქნება დაფარული უკვე გაზიფიკაციით მთელი ქვეყნის მასშტაბით. წყალმომარაგებას რაც შეეხება, ინვესტიციები წყალმომარაგებაში არის გაზრდილი 15-ჯერ 2012 წლის შემდეგ და უკვე მომავალ წელს 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგება იქნება ქვეყნის უკლებლივ ყველა ქალაქს. როგორც მოგეხსენებათ, ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლამდე ქუთაისაც კი არ ქონდა 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგება და დღეს ქალაქი ქუთაისი სრულად არის უზრუნველყოფილი უწყვეტი წყალმომარაგებით. 2012 წლის შემდეგ 4-ჯერ გავზარდეთ განათლების დაფინანსება, საბავშვო ბაღები ჩვენ გავხადეთ სრულიად უფასო, შემოვიღეთ უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა. ქვეყნის მასშტაბით დავასრულეთ 836 საბავშვო ბაღის მშენებლობა, რეაბილიტაცია და დავიწყეთ 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა, რეაბილიტაციის პროგრამა. ასევე ავაშენეთ 174 ახალი სკოლა, დავასრულეთ 1000-ზე მეტი სკოლის მშენებლობა, რეაბილიტაცია. მომდევნო 4 წელიწადში 500-ზე მეტი სკოლის მშენებლობა, რეაბილიტაცია განხორციელდება. იუსტიციის სახლები, მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა ქვეყანაში 2012 წლამდე. 2012 წლის შემდეგ 110 იუსტიციის სახლი აშენდა და დამატებით კიდევ 11 იუსტიციის სახლი გაიხსნება, რითაც მთელი ქვეყანა იქნება ამ მომსახურებით დაფარული. 4-ჯერ გაიზარდა სპორტის დაფინანსება, რაც ქართული სპორტის მიღწევებზეც სათანადოდ აისახა და იმერეთიც არ ჩამორჩება მთლიანად საქართველოს სპორტული მიღწევები და ყველა ამ ხარის წარმომადგენელ სპორტსმენს განსაკუთრებით მინდა იულოცო წარმატებები. ლაშა ტალახაძე არის ჩვენთან ერთად, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ქართული სპორტული გენის საუკეთესო გამოხატულება. მადლობა ლაშა საქმისთვის და წარმატებები ყველა სპორტსმენს.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სპორტს რაც შეეხება, ჩვენ 4-ჯერ გავზარდეთ სპორტის დაფინანსება და დაფინანსება კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, ჩვენ ვიწყებთ ახალ 2 მილიარდიან პროგრამას იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეს სპორტული ინფრასტრუქტურა, რაც რა თქმა უნდა იმერეთზეც სათანადო დაისახება. როგორც მოგეხსენება, ჩვენ შემოვიღეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და ასევე სხვა მიზნობრივი ჯანდაცვის პროგრამები. ჩვენ თლიანობაში 4-ჯერ გავზარდეთ ჯანდაცვისა და სოციალური ბიუჯეტი. შედეგად 5-ჯერ გაუმჯობესდა ჯანდაცვის ფინანსური ხელმისაწვდომობა ჩვენი მოქალაქეებისთვის. 72 წელი იყო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ჩვენს ქვეყანაში და 75 წლამდე გაიზარდა ამ 12 წლის განმავლობაში. 155,000-ით გაიზარდა პენსიონერების საპენსიო ასაკს მიღწეული ადამიანების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში. 5-ჯერ გაფართოვდა მოსახლეობის სოციალური პაკეტი, ეს ყველაფერი მიანიშნებს იმასე თუ როგორია დამოკიდებულება ადამიანის მიმართ ჩვენი ხელისუფლების პირობებში. პენსიები 3-ჯერ გავზარდეთ 2012 წლის შემდეგ. 1 იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერთათვის პენსია 350 ლარი გახდება, 70 წლის ასაკიდან 450 ლარი, მაღალმთიან რეგიონებში შესაბამისად 420 და 540 ლარი და ეტაპობრივად გაგრძელდება პენსიების გაზრდა. 35,000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო ღირსეული საცხოვრისი. მიმდინარე პროექტების დასრულების შემდეგ დამატებით 6,000 დევნილი ოჯახი მიიღებს ღირსეულ საცხოვრისს. დღეს ავათვალიერეთ, მოვინახულეთ ქუთაისში მშენებარე ობიექტი, სადაც 1700 ოჯახი მიიღებს ღირსეულ საცხოვრისს. ქუთაისის განვითარებას ძალკე მინდა შევეხო ქალაქ ქუთაისს, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება ჭირდება. განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ, რა თქმა უნდა, ქუთაისის განვითარებას. ჩვენ საგანგებოდ ყოველწლიურად 40 მილიონი ლარი დამატებით გამოვყავით ქუთაისის ბიუჯეტისთვის, რაც რა თქმა უნდა მოხმარდება ქუთაისის განვითარებას, მათ შორის მისი ინფრასტრუქტურის განვითარებას. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც უკავშირდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს. 3-ჯერ გაიზრდება 5 მილიონამდე მგზავრთნაკადი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რაც რა თქმა უნდა მთლიანად აისახება ქუთაისის განვითარებაზე, იმერეთის განვითარებაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. შესაბამისად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ქუთაისისთვის და მთლიანად ამ რეგიონისთვის. ჩვენ ასევე უკვე დავანონსეთ, რომ ყოფილი პარლამენტის შენობაში ქუთაისში უკვე მომავალ წელს გაიხსნება ტექნოლოგიური ჰაბი, სადაც განთავსდება უმაღლესი დონის ტექნოლოგიური ლაბორატორიები, საერთაშორისო IT სკოლები, მსოფლიო დონის სამეცნიერო მუზეუმი და საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების ოფისები. მაღლა ანაზღაურებადი სამუშაო ადგილები შეიქმნება მრავლად ამ პროექტის განხორციელებისთანავე ქუთაისში და მთლიანად იმერეთის რეგიონის მაცხოვრებელთათვის. ნიშნულოვნად გაფართოვდება ბატონი ბიძინაევანიშვილის მიერ დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, სადაც 2028 წლისთვის სტუდენტების რაოდენობა 20,000-ს გადააჭარბებს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქართველი სტუდენტები უმაღლესი სტანდარტების საგანმანათლებლო გარემოში უმაღლესი ხარისხის, ევროპული ხარისხის განათლებას მიიღებენ. ამით ქუთაისი გახდება ნამდვილი საუნივერსიტეტო ქალაქი და თბილისთან ერთად მას ექნება თანაბარ მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო კერის ფუნქცია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ყველაფერი ქუთაისის განვითარებას სრულიად სხვა სტიმულს შესცემს. სპორტზე გქონდა ჩვენ საუბარი და მივიღეთ გადაწყვეტილება ქუთაისში აშენდება მრავალფუნქციური სპორტის სასახლე, რაც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ქუთაისელებისთვის, ქუთაისელი ახალგაზრდებისთვის. ასევე ჩვენ გვითხრეს, რომ ქუთაისელ ახალგაზრდებში განსაკუთრებით არის ავტოდრომზე ძალიან დიდი მოთხოვნა და ამასთან დაკავშირებითაც მივიღეთ გადაწყვეტილება მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების ავტოდრომი ქუთაისში. ეს იყო მოკლედ ჩამონათვალე იმ საქმეების, რაც ჩვენ გავაკეთეთ გასული 12 წლის განმავლობაში და ჩამონათვალი გეგმების, რაც გვაქვს მომდევნო 4 წლისთვის. რასაკვირველი ამ გეგმების განხორციელების აუცილებელი პირობა არის ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება არის ერთადერთი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც ქვეყანას ომი არ ქონია და ქვეყანამ შეინარჩუნა 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა. და ახლაც ქართული ოცნების გამარჯვება არის ერთადერთი გარანტია იმისა, რომ გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის უწყვეტი მშვიდობიანი განვითარება.
ასევე ქართული ოცნების გამარჯვება ერთადერთი გარანტი იმისა, რომ საქართველოს თანმიმდევრულად ივლის წინ ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანის შესრულებისკენ. ეს არის სიღარიბის საბოლოო დაღმოფხვრა ჩვენს ქვეყანაში და ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს არის ჩვენი ქართული ოცნება, რომელიც სარწმუნებული ვარ აუცილებლად ახდება. სწორედ ამიტომ 26 ოქტომბერს ყველამ ერთად უნდა გავაფერადოთ ნომერი 41 და გავაფერადოთ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ უნდა ავირჩიოთ ქართული ოცნება, უნდა ავირჩიოთ საქართველოს ნათელი მომავალი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ 26 არის ჩვენი დღე, ოქტომბერი არის ჩვენი თვე და 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს ქართული ოცნება, აუცილებლად გაიმარჯვებს საქართველოს ღმერთი ფარადეს სამულამაზეს ქალაქს, სამულამაზეს მხარეს და სრულიად საქართველოს. დიდი მადლობა. მეგობრებო, საოცარია. ქუთაის ექნება ახალი სპორტის სასახლე. ეს იქნება იმაზე მაგარი, ვიდრე არის ოლიმპიური აუზი, ხო ყველას მოგწონს? იმაზე მაგარი, ვიდრე არის ტორპედო სტადიონი, შენგელიას სახელობის. ეს იქნება ახალი ჩემპიონების სამჭედლო. ეს იქნება ის მომავალი, რასაც ჯანსაღი, ქართული, ტრადიციული, ეროვნული მომავალი ქვია. საქართველოს გაუმარ! ქუთაის გაუმარ! იმერეთს გაუმარ! ძნელბედობის ჟამს ღმერთი ქვეყანას მოულენს ხსნელს. და ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ ასეთი ადამიანი ღმერთმა მოგვივლინა. ჯერ 2011 წელს მიღებული გადაწყვეტილებით და 2012 წლის მაღალი შედეგით. და დღეს ამ турბულენტურ, ამ შემოტევებით სავსე ვითარებაში ჩვენ გვყავს ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა და მხოლოდ ამ სიყვარულით, მხოლოდ ამ რწმენით, თავისი თავდაბლობით, ქველმოქმედებით, აშენებული და რესტავრირებული ეკლესიებით, აშენებული სკოლებით, გზებით, აშენებული უზარმაზარი რეკრეაციული სივრცეებით, დენდროლოგიური პარკი, ფლექსი არენა, რომლის გავსის რეგიონშიც არ არის. და რა თქმა უნდა, ბევრია ეს შემონათვალი, მაგრამ აქაც არის გამორჩეული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საერთაშორისო დონის, უმაღლესი დონის უნივერსიტეტი, რომელიც საუკეთესო პირობებს და კიდევ უფრო მაგარ, კიდევ უფრო ღირსეულ მომავალს მისცემს ჩვენ შვილებს და მომავალ თაობებს. მეგობრებო, შევეგებოთ ბატონ ბიჭინა ივანიშვილს, ქართული ოცნება, დამოუკიდებელი საქართველოს დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს. მივესალმები ქუთაისს. მივესალმები ქუთაისს, ჩემს შოულიურ იმერეთს და უსაყვარლეს იმერლებს. მივესალმები განსაკუთრებული სიტყვა-პასუხით და სტუმარ მასმინძლობით განთქმულ ხალხს. მივესალმები ერთ-ერთ უძველეს ევროპულ ქალაქს, ქუთაისს, რომელიც თავად არის ისტორია, კულტურა და საქართველო. ჩვენი ქვეყნისთვის ქუთაისი მთავარი დასაყრდენი იყო ოდითგან. სწორედ ქუთაისში ეკურთხა მეფე დავით აღმაშენებელი. სწორედ ქუთაისიდან დაიწყო ჩვენმა უდიდესმა წინაპარმა ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და სწორედ ქუთაისი იყო ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი კულტურულ საგანმანათლებლო კერა. გელათის აკადემია და ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, აკაკი წერეთელი, ზაქარია ფალიაშვილი, ცისფერ ყანწელები და რა თქმა უნდა
გალაქტიონი. თითქოს მეტი რა უნდა მისცეს ქართულ კულტურას ერთმა კუთხემ, ერთმა მხარემ, მაგრამ ქუთაისმა და იმერეთმა გაცილებით მეტი შეძლო. ბოლოს და ბოლოს ხომ ვიცით რომ სულ რაღაც საუკუნის წინ სწორედ ქუთაისმა შეძინა თბილისის კულტურულ ცხოვრებას ახალი სიცოცხლე. ამ ქალაქის საამაყო შვილი დიდი რეზო გაბრიაძე ამბობდა, მაშინაც კი როდესაც პარიზზე ვწერ, მაინც ქუთაისზე დაწერილი გამომდის. ქუთაისლები მსუბუქად იღიმებიან. ქუთაისლები მსუბუქად ტირიან. მათი გზნობები და ურთიერთობებიც უფრო მსუბუქია, წერდა გაბრიაძე. დავამატებდი, რომ როდესაც საქმე სამშობლოს, ღირსებას და ჩვენი ქვეყნის მომავალს ეხება, ამ ქალაქისა და კუთხის შვილები ყოველთვის განსაკუთრებული პრინციპულობით და სიმკაცრით გამოირჩევიან. ასე იყო 2012 წელსაც, როდესაც საქართველოს და ზოგადად ქართველების ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდებოდა, როდესაც ქვეყანაში ჯოჯოხეთური ტერორი იყო გამეფებული და ადამიანებს აზრის გამოთქმის და პროტესტის გამოხატვის კი არა თავისუფლად სუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ. დღეს აქ უამრავ ჩვენს ძველ და უკვე ახალ თანამებრძოლს ხედავ, რომელთაც ისე როგორც ჩვენს ხალხს არ სჭირდება იმის ახსნა, თუ როგორ ქვეყანაში ცხოვრობდით 2012 წლის 1 ოქტომბრამდე. თუმცა ახალგაზრდების ნაწილს, რომელთაც შესაძლოა აფიქრებინონ, რომ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის შეფასება გადაჭარბებულია, მოკლედ შევახსენებ. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც ძალაუფლება გარედან მართული რეჟიმის ხელში იყო კონცენტრირებული, საზოგადოებაზე წნეხი და ძალადობა, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, კერძო საკუთრების ართმევა და მითვისება, შვიდობიანი დემონსტრანტების დარბევა საქართველოს ყოველდღიურობად იყო ქცეული. იმჟამინდელმა ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს ღირსება წაართვა, ციხე და მართლმსაჯულების სისტემა წამების ინსტრუმენტად აქცია, ხოლო თუ კი ვინმეს განსხვავებული პოლიტიკური აზრი ჰქონდა, უკანონო პატიმრობითა და ჯოჯოხეთის გამოტარებით ჟიდა. ლელობა და წამება რომ არ აკმარეს მოსახლეობას 2008 წელს უარესი ტრაგედია დაატრიალეს. ქვეყანას უღალატეს და საქართველოს ომში ჩაითრიეს, რასაც დამატებით ტერიტორიების დაკარგვა, ათეულობით ათასი დევნილი, ასე მეტი დაკარგული სოფელი, ასობით გმირი მებრძოლისა და მშვიდობიანი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ კი ამ ხალხმა კვლავ გააგრძელა ანტიეროვნული პოლიტიკა და ახლა უკვე საზოგადოების გახლეჩის, არეულობისა და გადატრიალების მოწყობის მუდმივი მცდელობებით სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული საბოტაჟით მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საქართველოს, მათ შორის ევროინტეგრაციის კუთხით. ქართველი ხალხის მიერ ძალაუფლება ჩამორთმეული ნაციონალური მოძრაობა დამოუკიდებლად ამას რა თქმა უნდა ვერ შეძლებდა. მათი უცხოელი პატრონების მხარდაჭერით ეს ანტისახელმწიფოებრივი ძალა დღეს უკვე კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, რომელიც რეალურად უსამშობლოებისა და კრიმინალების უკანასკნელი თავშესაფარია, იქცა საქართველოს გრძელვადიანი და სტაბილური განვითარების მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად. დაჯგუფებად, რომელიც ვიწრო პარტიული პოლიტიკური ინტერესებისა და უცხოელი პატრონების დავალებების გათვალისწინებით მზადაა საქართველოში მეორე ფრონტი გახსნას. დაჯგუფებად, რომლის გამოც ქართული პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება ვერ იქნა და ვერ ხერხდება და უკვე წლებია ჩვენს მოქალაქეებს არა კარგსა და უკეთეს, არამედ კარგსა და ცუდს შორის უწევთ არჩევანის გაკეთება. მათ კრიმინალურ და ანტისახელმწიფოებრივ ბუნებასა და დანაშაულებზე კიდევ დიდხანს შეიძლება საუბარი, თუმცა მათ რაობაში ბრძენი ქართველი ხალხი უკვე დიდი ხანია დარწმუნდა. სწორედ ამას მოწმობს ის, რომ 2012 წლიდან მოყოლებული ქართული ოცნება ქართული ხალხის ერთადერთი უალტერნატივო არჩევანია. საუბარმაც კი დაგამძიმათ, ნაციონალებზე გამიგრძელდა ცოტა. ალბათ გახსოვთ, რომ 12 წლის წინ თქვენს წინაშე სიტყვით გამოსვლისას ქუთაისში, საქართველოს მამაქალაქში დავდეთ პირობა, რომ ერთად ვიბრძოლებდით ჩვენი სამშობლოსთვის, ჩვენი უფლებებისთვის, ჩვენი ოჯახებისთვის. პირადად მე სიტყვა მოგეცით, რომ იმ უთანასწორო ბრძოლაში ბოლომდე თქვენ გვერდით ვიდგებოდი. ჩვენი ერთობით, სიმართლით და ერთმანეთის რწმენით გავიმარჯვეთ და შევძელით ყველასთვის დაგვენახებინა, რომ საქართველო იყო, არის და იქნება თავისუფალი ადამიანების სამშობლო, დემოკრატიული, განვითარებული ქვეყანა.
სადაც ვერავინ ვეღარასოდეს შეძლებს ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას. ამ დღიდან მოყოლებული ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ავაშენეთ სახელმწიფო, რომელიც ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანის, თითოეული მოქალაქის ღირსებას ეფუძნება გაურჩევლად მისი ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა ტიპის კუთვნილებისა. შედეგად ცხოვრობთ დემოკრატიაზე, სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ღირსების პატივისცემაზე დამყარებულ ქვეყანაში, სადაც დაცული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, აზრისა და სიტყვის თავისუფლება. გვაქვს გაჯანსაღებული სასამართლო, დამოუკიდებელი მედია, ხელშეუხებელი ბიზნესი. ხალხი თავისუფლად სუნთქავს და აღარავის აქვს პოლიტიკური დევნის შიში. ქართულმა ოცნებამ შეძლო, რომ გააზრებული პოლიტიკით, კარგად გათვლილი რეფორმებით საქართველოს მოსახლეობის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვლილიყო. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პრინციპულად გავაუმჯობესებთ მდგომარეობა ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით, იქნება ეს ადამიანის უფლებები, სასამართლო, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა თუ ეკონომიკა, განათლება თუ სხვა. მოგეხსენებათ 7 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას უკვე გააცნო ჩვენი გუნდის მიღწევები და ამბიციური, თუმცა რეალისტური პროგრამა, რომელიც საოცრად შთამბეჭდავია და უზომოდ სასიხარულოა საქართველოს თითოეული პატრიოტისთვის. მაგრამ თუ კი მავანი ქართული ოცნების პროგრესს არ ხედავს, ან ჩვენ სტატისტიკას და მონაცემებს არ ენდობა, შეუძლია გადახედოს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებს, რომლებშიც ჩვენი ქვეყანა წინ და წინ მიიწევს. ამაზე ბათუმსა და ზუგდიდში გამართულ შეხვედრებზე უკვე დეტალურად ვისაუბრე. საქართველოს მოსახლეობა ამას საკუთარი თვალით ხედავს და უკიდურესად მიკერძოებული ოპონენტიც კი ვერ გაბედავს ჩვენი გუნდის მიერ 11 წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესის უარყოფას, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებიც უმაგრებს ზურგს. ამ კვლევების მიხედვით კი საქართველოს ხან საუკეთესო ქვეყნების ხუთეულშია, ხან სამეულში, ზოგჯერ კი სულაც საუკეთესოა მსოფლიოში. სწორედ ქართული ოცნების სწორი პოლიტიკის შედეგია წარსულის შთამბეჭდავი მიღწევები და მსოფლიო სავალუტო ფონდის ის სამომავლო პროგნოზი, რომლის თანახმადაც 10 წლიანი ზრდის სამი მთავარი მიმართულებით ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია. ეს იმას ნიშნავს, რომ 2030 წლისთვის მაღალი ალბათობით საქართველო გახდება მაღალი შემოსავლიანი სტატუსის მქონე ქვეყანა მსოფლიო ბანკის გრადაციის მიხედვით. და ჩვენ ამაყად თავაწეული შევაბიჯებთ ევროკავშირის დიდარ ქვეყნების რიგში. რაც ყველაზე მთავარია, ამ პროგრესის მთავარი წინაპირობა გახლავთ ის, რომ ქართული ოცნება ჩამოყალიბდა ერთადერთ პოლიტიკურ ძალად საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომელმაც ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაშიც კი რეგიონში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტების ფონზე ქვეყანას ასე სანუკვარი რამ 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა მოუტანა. ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა, რომლის დამახინჯებას და იგნორირებას ცდილობენ ჩვენი ოპონენტები, თუმცა ქართველი ხალხი ყველაფერს საკუთარი თვალით ხედავს. ამ ყველაფრის მიუხედავად 26 ოქტომბერს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში დგება დღე, რომელსაც ისეთივე ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს, როგორც 2012 წლის 1 ოქტომბერს, რადგან 26 ოქტომბრის არჩევნები ერთგვარი რეფერენდუმია, რომელზეც არა მხოლოდ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას, არამედ მათ უცხოელ პატრონებს, საბოლოო ჯამში კი მთელ მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ, რომ საქართველოს მოსახლეობა ერთხმად ირჩევს არა ომს, არამედ მშვიდობას. არა ფსევდოლიბერალურ თავს მოხვეულ ღირებულებებს, არამედ ოჯახურ ფასეულობებს, წმენას და ტრადიციებს. არა სხვა ქვეყნების უპირობო მორჩილებას, არამედ სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. არა ცალფეხზე დგომას, არამედ ღირსეულ ევროპულ მომავალს. არა საკუთარი ქვეყნისთვის,
არა საკუთარი ქვეყნისთვის ომის ტრაგედიის თავს დატეხას, არამედ ურთიერთშერიგების, საკუთარი ქმედებების გააზრებისა და ერთმანეთისთვის ხელის გაწვენით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. იმისთვის, რომ გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილური განვითარება უზრუნველყოთ, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაა საჭირო. საზოგადოების მხრიდან მინიჭებული ამ ხარისხის ლეგიტიმაცია ფაქტობრივად ჩანასახშივე ჩაახშობს რევოლუციისა და გადატრიალების გზით ძალაუფლების დაბრუნების შემდეგ კი საქართველოს ომში ჩართვის მიზნის მქონე კოლექტიური ნაციონალური მოძრაობასა და მათი უცხოელი პატრონების გეგმებს. ამას გარდა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ ქვეყნის უმთავრესი სამართლებრივი დოკუმენტის დონეზე აღვრძალავთ და ხალხის საკუთარი ხალხის წინაშე ჩადენილი, მათ შორის ომის დანაშაულის გამო კანონის სრული სიმკაცრით ვაგებინებთ პასუხს ნაციონალურ მოძრაობას და მის სატელიტ თუ მემკვიდრე პარტიებს. აბა ესე უნდა გეხარდოთ ხალხის დაждა, რა დღეში ჩაგვაგდეს მართლაც. ქუთაისში ვიმყოფებით და ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული ქალაქის შვილებს, რომლებიც ქართულ კულტურას უკვე საუკუნეები ამდიდრებთ, არ გესწავლებათ, რომ ერის მთავარი დასაყრდენი ის ღირებულებები და ფასეულობებია, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა საუკუნეების განმავლობაში შემოგვინახეს. საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებში გაბნეული ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მქონე აგენტურის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ ეს არის. მათ ზუსტად იციან, რომ ერის დაკნინება და მარტივად დამორჩილება მხოლოდ საკუთარი წარსულის დავიწყებით, ისტორიის გაუფასურებითა და მორალური პრინციპების გაბუნდოვნების გზით არის შესაძლებელი. ეს სერიოზული პრობლემაა, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიჭრას. ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვება გვჭირდება, რათა არასრულწლოვანთა ინტერესებისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის საკითხი კონსტიტუციის დონეზე გავამყაროთ. ბუნებრივია ის ხალხი, ვინც ჩვენს ტრადიციებს ებრძვის, განსაკუთრებულ აგრესიას იჩენს ჩვენი თვითმყოფადობის ერთ-ერთი მთავარი დასახდენის, მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ. არადა ჩვენი ქვეყნის ევროპულობა მნიშვნელოვან წილად სწორედ იმან განსაზღვრა, რომ საქართველო ქრისტიანული ქვეყანაა. ჯერა რომ განსხვავებულის მიმღებლობა და ტოლერანტობა ასე კარგად რომ ახასიათებს ჩვენს ერს, ქართველი კაცის ხასიათთან ერთად საუკუნეების განმავლობაში ჩვენში ღრმად გამჯდარი ქრისტიანული რწმენის დამსახურებაა. ამიტომაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში მართლმადიდებელი ეკლესიის გაძლიერებისა და დაცვის მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ და ამ საკითხს კონსტიტუციაში ავსახავთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ამით საქართველოში მოქმედი არც ერთი რელიგიური კონფესიის უფლება მინიმალურადაც კი არ შეიზღუდება, რისი გარანტიც იყო, არის და იქნება ქართული ოცნების ხელისუფლება. დასასრულ კი ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რის გამოც არჩევნებზე 5-ზე კაცი უნდა გამოვიდეთ და ქართულ ოცნებას დაუჭიროთ ხარი, რეგიონში და მთლიანად სოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე ნებისმიერ მომენტში შესაძლოა გაჩნდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობა. ამიტომაც არავის უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ საჭირო დროს წინ აღუდგეს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც საქართველოს მშვიდობიანი გზით გამთილიანებისთვის არის აუცილებელი, რადგან თავადაც კარგად იცით, რომ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა საქართველოსის სასარგებლო თითოეულ საქმეს ეწინააღმდეგება. ყველაზე დიდ აგრესიას კი ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობით, შერიგებითა და ურთიერთმიტევების გზით აღდგენის წინააღმდეგ გამოხატავენ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით 26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობას მარტივი არჩევანი აქვს გასაკეთებელი. ან კოლექტიური რადიკალური ოპოზიცია, სადაც თავმოყრილნი არიან უსამშობლო მოღალატეები, რომელმაც საკუთარი თავი ომის, არეულობის, დალადობის, ტყუილისა და უცხო ინტერესების მორჩილების სიმბოლოდ აქციეს,
ან ქართული ოცნება. ეროვნული პოლიტიკური ძალა, რომელიც წლებია ემსახურება ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს და არის კეთილდღეობის, სტაბილურობის და ღირსეული ევროპული მომავლის გარანტი. ქართველებს ამ ქვეყნის შვილებს არაფრის გვეშინია, არც წარსულის, იმიტომ რომ სახელოვანი წინაპრები და ისტორია გვიმაგრებს ზურგს და არც მომავლის, იმიტომ რომ ეს მომავალი ჩვენს ხელშია. ვფიქრობ, განსაკუთრებით დღევანდელ ვითარებაში მნიშვნელოვანია გამოვიშინოთ სტრატეგიული სიფრთხილე, იმერული გონიერება, შევძლოთ მობილიზება და კიდევ ერთხელ გადავარჩინოთ საქართველოს. შემდეგ კი ჩვენივე დაწყებული საქმე ერთად მივიყვანოთ ბოლომდე და ღირსეულად თავაწეულებმა შევაბიჯოთ ევროპის ღირსეულ ოჯახში. და ბოლოს თქვენ წინაშე გამოსვლა ჩემი კუთხის შვილის ყველასათვის უსაყვარლესი მუხრან მაჭავარიანის სიტყვებით მინდა დავასრულო. სულს მივცემ ჩემსას მე იმას მარტო, ვინც საქართველოს ესწრაფვის ქართულს, არაცრუ ქართულს, ნამდვილად ქართულს, სიტყვით ურთ ქართულს, საქმით ურთ ქართულს. შემოიმერლებო 26 ოქტომბერს სამუდამოდ დავასრულოთ სრულ ქართველების ბოგინი ჩვენ საქართველოში. გაუმარჯოს დამოუკიდებელ ერთიან და გაბრწყინებულ საქართველოს. მერტი იყოს ჩვენი ფარველი. საქართველო ახარი ჩემო სიამოვნე ჩემო სადარგემო ჩემი საქართველო ახარი მეცაც ჩემი